მოგესალმებით პირველი სეზონის სისტემური დიზაინის პირველი ეპიზოდით chat აპლიკაცია Junior Scope. მოდი ერთად გავიაროთ, რა მოითხოვება დამწყებ პროფესიონალს. მე დავფარავ იმ ფუნქციონალებს, რაც მიმაჩნია, რომ Junior Scope-ისთვის ადეკვატურია. Chat აპლიკაციაზე როცა ვლაპარაკობთ, ალბათ თავში პირველი მოგდის დაბალი დაყოვნება. საერთოდ სისტემ დიზაინი ძირითადად სქემებით აღიქმება ყველაზე კარგად. როგორ იგებს მომხმარებელი B, რომ მომხმარებელმა ამ მესიჯი გაუგზავნა. შემდეგი ვარიანტი არის long polling-ი, რომელიც ცოტა უფრო გაუმჯობესებული ვარიანტია HTTP polling-თან შედარებით და შემდეგი მიდგომა არის WebSocket-ი იმპლემენტაციის სირთულით. WebSocket-ს ყველაზე მაღალი აქვს სირთულე, მაგრამ ღირს. ავაგოთ მარტივი რელაციური მოდელი და ამ პინგით ეუბნება, რომ ცოცხალი ვარ. სერვერი ინახავს ბაზაში სტატუსით send. მომხმარებელი B, რადგან არ არის offline, სერვერი ვერ პოულობს აქტიურ WebSocket-ს. ხელახლა დაკავშირა, ვისაც კლიენტი ეკითხება სერვერს, რომ მომეცი ყველა მესიჯი last seen timestamp-ის შემდეგ, რაც არის გამოგზავნილი ჩემთვის. ეს თოკენი იგზავნება WebSocket-ის handshake-ით. ახლა უკვე ჩემი აზრით გაქვთ ის ცოდნა, რომ დაფაზე შეძლოთ ეს დავალება და ხაზოთ სისტემ დიზაინის ინტერვიუზე. მადლობა, რომ დარჩი ბოლომდე. წარმატებები!